მოგესალმეთ MasterChef-ის ჟიურის. Chef კონსტანტინე თედელური. Chef ლევან კობიაშვილი. Chef Manuel Faundes Baranda. მოგესალმებით MasterChef-ის გრანდიოზულ საახალწლო ფინალს. ახლა გითხოვთ შევხვდეთ ჩვენს ფინალისტებს. მარია კასაბონა. არ მეგონა რომ ჩემს კიტელშავიც ჩემი სახელი აწერია აქ მარია. გიორგი ჭავჭანიძე. მაია არაბული. ყველაზე ბედნიერი ვარ. მარია, გიორგი და თაია. როგორც ხედავთ, ახალი წლის ღამეს ოცნებები ხდება, ხო? პირველად კასტინგზე რომ მოვედი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჯერ წინ საფარს ავიღებდი, მე ოქროს წინ საფარი რო ავიღე და დღეს ვარ ფინალში. დღეს თქვენთვის MasterChef-ის ფინალის კარი გაიგო. ჩვენი სტუდია დღეს განსაკუთრებულად ლამაზია, რისთვისაც მადლობას ვუხდით event კომპანიას Party Labs. MasterChef-ის მე-12 სეზონი განსაკუთრებულად რთული და დაძაბული აღმოჩნდა. იყო უდიდესი კონკურენცია, უამრავი გამოწვევა და უამრავი სირთულე. ისეთი რთული მეჩვენებოდა ყველაფერი, რომ არ წარმომიდგენია, რომ ფინალში ვარ. თუმცა თქვენ სამივემ ყველა დაბრკოლება გადალახეთ და დღეს აქ MasterChef-ის ფინალში ხართ. დიდი გზა გამოვიარე და ემოციებით ვარ სავსე და მზად ვარ ბრძოლისთვის. ამ სამზარეულოში ეს რაც გაცვიათ კიტელები, მხოლოდ გამორჩეულები იმსახურება. მაცვია ჩემი სახელობის კიტელი. წელს ეს პრივილეგია თქვენ გერგოთ. თუმცა რა თქმა უნდა, თქვენს შორის გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება. მის ვინაობას კი ახალი წლის დამდეგს ყველა ერთად გავუგებთ. ახალი წელი ყველას გიყვარს, მისი განსაკუთრებული გემოს და სურნელის გამო. დღეს 31 დეკემბერს MasterChef-ის სამზარეულოში საახალწლო სურნელი უნდა დაატრიალოს. ეს არის ბოლო მომენტი, როცა მე ამ სამზარეულოში ვდგავარ. დღეს ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავხდე MasterChef-ის მე-12 სეზონის გამარჯვებული. თქვენ უნდა მოამზადოთ თქვენი კარიერის და მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე საპასუხისმგებლო 3 საახალწლო კერძი. მადის აღმძვრელი, თავარი კერძი და დესერტი. არა ერთი, არამედ 3 კერძი. და რა თქმა უნდა, დესერტის დავალება ტრადიციულად მოგიმზადათ საკონდიტრო კომპანიას სამდენ. ფინალში გაქვთ სრული თავისუფლება. ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც თქვენ გაქვთ, ეს არის დრო. საახალწლო სეტის მოსამზადებლად გექნება ზუსტად 150 წუთი. 2 საათი და ნახევარი. ბოლოჯერ ვდგავარ ამ სამზარეულოში და ბოლოჯერ უნდა მომამზადო კერძი. საკმაოდ რთული მისია, თუმცა MasterChef-ის მე-12 სეზონის გამარჯვებულმა ეს მისია ღირსეულად უნდა შეასრულოს. ასე რომ მოემზადეთ და ახალი წლის დადგომამდე რამოდენიმე წუთით ადრე გავიგებთ თუ ვინ გახდება მე-12 სეზონის MasterChef.
აბა, ფინალისტებო, მზად ხართ ბრძოლით? დიახ, შეფ! მოემზადეთ თქვენი ყველაზე საპასუხისმგებლო დრო. ჩაირთო! დღეს ფინალია, ყველაზე კარგი სეტი უნდა მოვამზადო და ამისთვის ჭირდება პრეზიდენტის ნაღები. ყველაზე მეტად დღეს ჩემი დამხმარე იქნება ნინჯას ეს ბლენდერი. დამჭირდება ქუალიკოს ქათამი. ლა ფამილიადან ჭირდება ფქვილი, უმაღლესი ხარისხის, რომ გამოვაცხო ჩემი ბისკვიტები. პირველ რიგში ავიღებ ბორჯომს. ერთს არა, ორს. ჯორჯიტანდან ჭირდება ბალზამიკი, ბასოდან ჭირდება ზეთი. სამზარეულოში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე გამოყენებადი პროდუქტი არის სელბაკის ხელსახოცი. თელიანი ველისგან ავიღებ ჩემს საყვარელ ვინოს, ქინძმარაულს. ფინოდან ჭირდება საცხობი ქაღალდი. ეხლა უნდა ავიღო ჩემი დესერტის მთავარი ინგრედიენტი, სანდომის შავი შოკოლადი. მასტერშეფის ფინალშია გიორგი და მარია. იქით ფრონტზე კიდევ ვიბრძვის ჩვენი კარგი თაია. მასტერშეფი ამ ახალ წელს ხომ ძალიან კაია. ვაიმე, ფინალში ვარ და თუ მჯეროდეს კეფისები. ჩემი საახალწლო სეტი არის ქართულ-იტალიური ახალი წელი. სტარტერად ვაკეთებ იტალიურ ახალ წელს, მაქვს 8 ფეხა. მეინას ვამზადებ ხორს ქართულად. და დესერტად ჩემი ინტერპრეტაცია, რომელსაც ვაკეთებ ლიმონჩელოთი, მასკარპონის კრემით და ლიმნის კრემით. აქამდე მოვედი და გამარჯვება მინდა. ძალიან მერვიულობ. ვაიმე, მეთონეტა ჩავყუდე ხა. რადგან ეს დღეც, რადგან დიდი დრო ჭირდებათ და მინდა რომ ცომი ცოტა ხანი დავასვენო, მაგით ავიწყებ დესერტის ცომით. რადგან ახალი წელია, რა თქმა უნდა, საახალწლო კერძები მაქვს კონცეფცია. თავარი კერძი მექნება ინდაური, სტარტერი მექნება ტარტარი, გვაკამოლესთან ერთად, სახლის ფორმის დესერტი იქნება. ვაუ! აბსოლუტურად. აქამდე მოვედი რომ თავარი პრიზიც ძალიან მინდა და ჩემია. ვიყენებ კალასის მარილს. პირველ რიგში უნდა მოვაყაროთ მარილი საქონლის ლოყებს და მერე შევწვათ. თან ცოტა არ მჯერა რომ ფინალში ვარ. ეხლა დამჭირდება ბასოს ზეთი. ჩემი მთავარი კერძი იქნება საქონლის ლოყები, კარტოფილის და მიწავაშლას პიურესთან ერთად იქნება სასწაული. გამოვიყენებ ჯორჯიტას შავ პილპილს. ჩემი აპეტაიზერი იქნება აშტეტი. დესერტად მექნება საახალწლო ნაძვის სათამაშო. თავარი რაც დამჭირდება და ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამზარეულოში არის სელპაკის ხელსახოცი. ძალიან ნერვიულობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ნერვიულობა ხელს არ შემიშლის. თუ რამოდენიმე წუთში დადგება ახალი წელი და ძალიან მინდა რომ გამარჯვებული სტატუსით შევხვდე. მეგობრებო, მინდა რომ ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენს მონაწილეებს, ჩვენს ოჯახელებს იულოცოთ დამდეგი ახალი წელი. ილოცავ. სრულიად საქართველოს კარგი ახალი წლის დასაწყისი იქნება დღეს ზოგი ერთ-ერთი მათთვის და გამარჯვებულისთვის, რა თქმა უნდა. ყველაზე გრანდიოზულ სტატუსს და აი ჯილდოს მიიღებს მხოლოდ ერთი. აბა, მრავალ სულმალი ახალი წელია და გამარჯვებულიც გამოვლინდება. მანამდე კი მე, სანამ ახალი წელი მოვა, თელიანი ველის შამპანი ვისიხმამეს. გაუმახსენებ ჩვენს საყვარელ ფინალისტს. დავამხნევოთ მეგობრებო, ყველა, ტაში. აბარა. ქალბატონო ეკატერინე, ეს იქაც. რას ფიქრობთ ჩვენს გამორჩეულ ფინალისტებზე? ძალიან ყველა მიყვარს. ჩემზე რას ფიქრობ? მეც ხო გიყვაროთ. ой, თქვენზე იცი რას ფიქრობ. Happy New Year. დაგვიმარჯოს ქალბატონო ეკატერინე, ამ ლამაზ წერთან ერთად. თქვენთან ერთად გვინის მითნოც როგორი სასიამოვნოა ქალბატონო ეკატერინე. თავარი წესი 8 ფეხის მოსამზადებლად არის რომ უნდა ჩაყოთ 3-4 ჯერაც უფრო მეჯერ ჩაყოთ წყალში. მით უკეთესი არის. ესეც ასე. სტარტერი რა გაქვს? 8 ფეხა გაქვს? 8 ფეხა მაქვს, დიახ, სტარტერად. ბროწეულის соуსით და ესპუმასი, კარტოფილის და პრასის. ხაია, როგორ ხარ? კარგად შენ? აი მეც
ეგრე კარგად. ვიყენებ ახლა პრეზიდენტის არაჟანს კრემისთვის. სიჩქარეში მერევა და ნაღებთან ურევ არაჟანს, არ და ნაღები უნდა მეტღვიბა თავიდან ცალკე. არაჟანი შემთხვევით ჩავასხი შეცდომით ნაღებში, არ უნდა ჩამესხა. გადავაქციე და ვიწყებ თავიდან. ცოტა ნერვიულობდი ალბათ და ამის გამო ასე მომივიდა. ვუყურებ და არ მომწონს კონსისტენცია, მეჭრება აშკარად. და უკვე ვიწყებ ცოტა ნერვიულობას. მეორეჯერაც გადავაქციე. კრემს ვიწყებ თავიდან ისევ მესამედ. და ეს ყველაფერი რო არ გამოვიდეს, ჩემი კერძი ფაქტიურად არ შედგება და ვიწყებ მესამედ დამზადებას კრემის. მომიწია რომ სამჯერ გამეკეთებინა კრემი და ძალიან დიდი დრო წამივიდა მაგაში. ამეცა ცოტა მეტი მომივიდა, ხო? ძლიერ ამაზე რა ბრუნველზე იწე? აცა. ჯერ დაბალი ეგრევე ნუ აუწე მაგას, იხეს, ამო. საწავ. ესე უნდა მივიდე. შენე რა ნელ-ნელა ამოდის. მესამე ჯერზე უკვე კრემი გამომდის და ძალიან დიდი დრო დამეკარგა ამაზე რა თქმა უნდა 9 საათი მინიმუმ. ვაკეთებ პაშტეტს. გამიცინჯავთ. კი. დარწმუნებული ვარ, პაშტეტი მაქვს იდეალურად დახვეწილი და ზუსტად ვიცი, რომ ეს კარგი გამოვა. არა, კარგი. ურო. კაცი. მოხარშული ხახუსკენ. მატყუე. და შენ თავს ვიცავ ნახე. აუ მატყუე. ეხა არითი რომ მაგის გამო გასინჯე და დააბალანსე გემო. ამ დროს ვიჭრები კიდე და კიდე უფრო. სწორეს გო. უნდა დააბალანსო. რით? რით? ოდნავ შაქარი რომ დაამატო. აბანახე რომ ძალიან ჩიხში შევედი, ძალიან უნერვიულობ. მოვსვავ ბორჯომს. უკვე მგონია რომ აღარაფერი არ გამომივა, არც ერთი კერძი და აი ძალიან ცოტა მაკლია რომ ვიტირო. ვერ ვაშკრებ ერთი წამი. გასულასწრებ საათ ნახევარი გქონდა. ერთ დესერტის ხონა მოვა. კაი, არ ვტირი. პირველი არ გამაგონა. პირობას ვდებ შეფ ლევანთან რომ მე დღეს არ ვიტირებ. დესერტს ასე გქონდა. შოკოლადის ბურთები კრემის შიგთავსით და მანდარინის და ფეიხოას ჯემით. მერე დროზე ცოტა. საათ ნახევარი დარჩა. ახლა ცოტა ექშენი, ცოტა ამოძრავდით, საათ ნახევარი დაგჭირთ რომ. აუზა დავიცავე უკვე. ვიწყებ უკვე სოკოს შეწვას. ხარ ნერვიულობ. დრო არ იყო აბსოლუტურად, არ იღებო. ხო, შემოთავაზე დროში ჩავატიო. ბეტებით და ყველაფერი იქნება იდეალურად. გააკვირდები და ძალიან ღელავ. გახსოვს იმ დღეს რა მითხარი? ესე ვთქვი, უცებ კონცენტრაცია და ყველაფერი იქნება იდეალურად. მოვასწრებ აუცილებლად სხვა გზა არ არსებობს. რა თქმა უნდა. ყველაფერი იქნება ძალიან მაგარი. ზედაჩემი კი ვერ ჩამოვიდა იტალიიდან, მაგრამ სულ აქ არის ტელეფონში მყავს ჩართული და იქიდან ბო. მარი, დღეს ამზადე. მოემზადე, იცი რას ვაკეთებ? კი, დედი, ვიცი რა ალბათ რასაც ვაკეთებ. ეს ფოტო რა გინდა? დედაჩემს რომ უყურო შევ. აა, ისე მინატრება. მე მგონა ფოტო გედო. ისე მინატრება. გამარჯობა. მარიამ, რა ეტაპზე ხარ? გეხვეწები, თან მეც მითხარ, იქნებ რამ ერთევა გჭირდება. დედა, კარგ ეტაპზე ვარ, ნუ ნერვიულობ. რაც იქნება, იქნება. არ ნერვიულო, დედიკო. თავი შენერი ნერვიულო. გამარჯვებული უნდა დაბრუნდე ახალ წელს. უკვე მაცვია ხალხო კიტელი და მე აქედან ჩემი გამარჯვების გარეშე არ წავალ. ახალ წელს უხდება სანდომის გოზინაყი, ამიტომ გავხსნათ და ჩვენს იტალიელ დაიკოს ვაჭამოთ. ჯერ კი უნდა შესთავაზოო, მაგრამ აბა პირი გააღირა თქვი, გოზინაყი ჩაყიჭე. ხორაგული სტარტარი ამოვავლეთ მარილში. ეხლა ვამატებ ცოტაოდენ. ხორაგული სტარტარი. მარილი და რა თქმა მე. გემოებში სტარტარი უმია. ხო, უმი გამოდის. ეს ხა მუშავებ ხოლმე. გავაკეთე კარტოფილის და მიწავაშლას პიურე და უნდა დავჭყლიტო. უმი ხო არა გოგო. არ არის. მანახი აბა ის ნაწილი. უმი აბა რა იგი მაგითო ვერ აკეთებ. ნუ არა? რა უყო ახლა? ეხა ვერაფერს ვერ უზა. უნდა გადაიტან რამდენი წუთი დაგჭა. ეხა მას თავი დაანებე. გასკი წყალი ან რძე პიურე გინდა? ხა. რძე და ცოტა წყალი.
პიურეს ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ჩემს სეტში, რაშიც 100%-იანი დარწმუნებული ვარ, მაგრამ თუ არ მოიხარშა, დრო გაქვს კიდე ძალიან ბევრი. ამ კარტოფილებმა ხო მოდის თემო, ჩემი შეყვარებული, ცდილობს რომ გამამხნევოს. რატო არ ეხარშება გოჭ? არ იხარშება და პიურეში ერთადერთი რაში დარწმუნებული იყო, პიურე იყო. კაი, დათმოდა, მოიხარშება. სწორი დრო გაკიდე. მე ამ დროს ისეთ პანიკაში ვარ, რომ აი არავინ და არაფერი არ მაინტერესებს. ქაია, რატო ბობოქრობ? არ ვიცი, მგონია რომ ვერაფერს ვერ ვასწრებ. ცოტა ცუდა. მაგრამ შენ ახლა ამაზე ნერვიულობა შობია დესერტს მიქნა. ხო, ვიწყებ დესერტის გაკეთებას უკვე всё. ვაკეთებ ჩემი მთავარი კერძი, რომელიც მართლა ძალიან მინდა რომ გემრიელი გამოვიდეს, არის ხორი. თაფლი მაქვს და დაიწყვა. ხსნი გრილს და რას ხედავ? ჩემი ხორი არის დამწვარი. რა უნდა ხნე ახლა? კანს გადავაკრო. თვითონ კარგად არის შემწვარი. არ ვიცი რა მეშველება, იმიტომ რომ ხორის ხორცი არის ჩემი მთავარი ინგრედიენტი. ვარ გაკოჭა. გაიწვა. იპოვის გამოსავალი. იცით რა არის დამწვარი კერძი, ის თაფლი რო დავასხე, მაგით. თაფლია დამწვარი. თაფლია დამწვარი. ღერთო რატო წავუსვით? მე მგონია კანი უნდა მოაჭრა ახლა მაგას და ის ხონი რაც დარჩება, ის დაგრაწო. როგორც თქვა დაათვალე, არ გააყოლო. მე ნაძვის ხევარ. მე ნაძვის ხევარ, გამარჯობა. ვაჭრი დამწვარ კანს და ისე ვაბრუნებ გრილში. ეხლა ვიწყებ პრალინის დესერტის გაკეთებას, რომელიც უნდა გამოვაცხო ფორმებში, ექნება სახლის ფორმა და ჩემ დესერტში მთავარი არის რომ ეს გამოვიდეს. ვასხავ ფორმებში და ტომარა იხება. ყველაფერი გვერდით გადმოისხა. ტომარა გამეხა, მაგრამ არა უშავს. სასწრაფოდ წმენდა და ვიწყებ თავიდან ჩასხმას და ვათავსებ გამოსაცხობად ნინჯას აეროგრილში. ხსნი გრილს და ჩემი ხორი ისევ დამწვარი. მეორეჯერ დაუჭრი ხორი. დამწვარი. ცოტა ავაჭრი. კალამაზად დავჭრი, მე ისე რო არ შეერყოს, მაგრამ ეყოფა მზადაა მე მგონი და ამ დროს ხორი არის ჩემი მთავარი კერძი. აი ეხლა დათვლერდი. ცოტა თაფლი წავუსვი კანზე ბევრი და დამიწვა. ყურადღებით კონცენტრირებული რატო არ ახარ? კონცენტრირებული ვარ, მაგრამ პანიკა მაქვს. აღარ შემიძლია. სხვა გზა არ მაქვს, ბოლო წუთებია დარჩენილი და ვაშორებ დამწვარ ადგილებს ხორს. დრო აღარ მაქვს, რაღაც ხომ უნდა გავიტანო შეფებთან თავარ კერძად. რა გიშველო აქედან, რა ვქნა? შენ რა უნდა მიშველო დედი მაქედან რა ვიცი. ილოცე დედი, ჩემს მაგივრად ილოცე. ვლოცულობ. ჩემთვის უფრო სწორედ მაგივრად კი არა. ცხოვრებაში არ მილოცი ამდენი რომ ვლოცულობ. ოჩახტე. დარჩა 3 წუთი. მზად არის ჩემი მინდაური და ხა MasterChef-ის ლოგო უნდა დავადო. ეს არის თეთრი შოკოლადის ბურთები იქნება კრემის და ჯემის შიგთავსით. ეს დესერტი უნდა გავაკეთო ნაძვის ხის სათამაშო ბურთი, რომელიც არის შოკოლადის გარსი, შიგნით აქვს კრემი, ძალიან გემრიელი, ორი სხვადასხვა ჯემი. მიდი, ცოტაც ეგ არის. ხო, კაი იდეა, ხო მოგწონთ, მეც მომწონს. მაგრამ როგორ უნდა გავაკეთო აზრი არ ვარ. დარჩა 1 წუთი. და რა უყუან დესერტს, რამე ხო უნდა დავდო თებშზე. აღარც დრო მაქვს და რაც არის ვიწყებ იმის აწყობას. საახალწლო სათამაშოს ნაცვლად ჩემ თებშზე არის სულ არაფერს ჯობია დესერტის გამო. ვაკეთებ ბამბის ნაყინს, რომელსაც დავდებ დესერტზე ზემოდან. ბამბის ნაყინი რა მაგარია. დიდა ჩეფ. ერთი ლარი ღირს. არ მინდა. ათი, 9, 8, 7, 6, 5, 4,
2 1 ხელები მაღლა პირველი ფინალისტი, რომლის საახალწლო სეტსაც გავსინჯავთ, ეს იქნება მარია. მარია კერძები მაგიდას. ფეხები მიკანკალებს, ხელები მიკანკალებს, ცუდად ვარ. აი მარია, მოდი, გითხარი როგორია შენი სეტი, რატოა საახალწლო და რა მოგვიმზადე? ჩემი სეტი არის ნახევრად იტალიური და ნახევრად ქართული. ჩემი ორი ქვეყნის შერწყმა, საქართველოსი და იტალიის. სტარტერად გაგიმზადეთ 8 ფეხა ბროწეულში. მანდაც ვეცადე, რომ ცოტა ქართული და ცოტა იტალიური შერწყმა მქონოდა და ზევიდან არის ესპუმა, პრასის და კარტოფლის. ვიზუალურად დიდი ვერაფერი. დავიწყოთ სტარტერი. მარია, მოკლედ, ესპუმა ძალიან ნაზია, კარგია, მაგრამ აქვს ცოტა ნეიტრალური გემო. კარგად უნდა გასინჯო ხოლმე იქ, მარილი იქ, სხვა ინგრედიენტები, რომ აი ეს არ დაკარგო რა. უყურე აკლია რა, სითამამე აკლია. აი ცოტა რომ არ მოგეკლო რაღაცები, უფრო გემრიელი იქნებოდა. გემრიელია, მაგრამ უფრო გემრიელი იქნებოდა. როცა ჩადიხარ ამ სტარტერის სიღრმეში და სინჯაო 8 ფეხას აი ამ ბროწეული სოუსით, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გემო ბალანსდება საკმაოდ და რაც ყველაზე მეტად მომეწონა მე ამ სტარტერში, შენ 8 ფეხას შეუნარჩული გემო, მე მგონი ეგ არის დიდი, ასე ვთქვათ, უპირატესობა ამ სტარტერის. მადლობა. ჩემს შემთხვევაში ძალიან არომატულია ეს 8 ფეხა, თავისი ბროწეულის წვენით. ესპუმას რაც შეეხება, კი, ვისურვებდი ცოტა მძაფრ გემოს. ალბათ ჩემი პირი მუსკატს დაამატებდა, რომელიც აი ამ ყველაფერს რაღაცნაირად შემიკრავდა. ახლა ნახოთ თავარი კერძი. ეხლა თავარ კერძზე მოგვიყევი რა ხდება. მე მოგიყვები რომ იბრძოლა. მოყვა ბრძოლაში. თავარ კერძმა დღეს შეიძლება გამწიროს. ჩემი მთავარი კერძი შედგება ღორით, არის კარამელიზირებული ვაშლი დარიშინთან ერთად, ასევე მაქვს გამოყენებული მოცხარის სოუსი, ასოცირება მინდოდა ტყემალთან და ასევე გამოვიყენე პრასის ზეთი. ანუ სტარტერი იყო იტალია. მე შემოვედით საქართველოში. და ორივე ერთად არის? თუ უფრო იტალია? მანდ მე ვარ. ორის ხორცე რაც შეეხება, ვიტყვი ცოტა მშრალია. გამოშრა. ფინალში მთავარი ხორცი ვფიქრობ არ უნდა გამოგიშლეს. უბრალოდ ისეთი ნაჭერი ქონდა, რა ეჭიდავი ამისთან, არ ვიცი რომ გამოაშრე. რაც შეეხება სოუს, საერთოდ არ გავს ტყემალს. ცოტა ტკბილი მურაბასავით არის, ტკბილმჟავე მურაბასავით არის. კარამელიზირებულ ვაშთან ერთად, როცა ხდება, ხო, იმდენად სიტყვოში გადაყავს, რომ ეს საერთოდ იკარგება. თუ იძახირო ტყემალი, მაშინ უნდა რაღაცა ძალიან გავდეს იმ ტყემალს, ხო? ამიტომ უნდა გაგეკეთებინა პიურე ჩემი პირის გადმოსახედიდან, რომელიც სარჩულად დაედებოდა ამ ყველაფერს, იმ სიმჟავესაც სწორად გახსნიდა, ხორცად შეგიკრავდა და ვაშლი ძალიან კაი გარნიერი იქნებოდა მისთვის. ხორცი არის მშრალი. სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ ეს ფაქტი. რაც ეხება ეგრეთ წოდებულ ტყემალს,
მე იდეაში მომეწონა. ხორცი რო ყოფილიყო კარგი, რბილი, წვნიანი. ცალსახად მოხდებოდა ეს შენი იტალიური ტყემალი. მარი აბა ვნახოთ როგორ გაართვი თავი დესერტს. გადნა ღორი ქონივითა რაც რა მაგარია. ძალიან კაი. შვენიერ. მე მიყვარს სათამაშო კერძები. და ამ დროს მე ნერვები მეშლება, იმიტომ რომ მეც სათამაშო უნდა მქონოდა. რა თქმა უნდა. ესე იგი, დესერტი შედგება კრამბლით, აქვს ლიმნის კრემი და მასკარპონეს კრემი. ასევე დავაყარე ნიგოზი ცოტა და ლიმონჩელო. რის ბაზაზე გაქვს? ბაზა უფრო მასკარპონეს კრემი არის. გემრიელია. სალსახა. გემრიელია. გემრიელია. მჟავე რა გამოიყენა? მჟავე არის ლიმნის კრემი და ლიმონჩელოც აქვს ლიმნის კრემში. დესერტი ცალსახად არის შემდგარი ჩემთვის. მარია მეც ასევე ძალიან მომეწონა, ძალიან გემრიელია. მართლა, იმიტომ რომ მაქვს ის ხრაშუნა ამბავიც, მაქვს კარგი მსუბუქი კრემი, რომელიც ძალიან ტკბილი არ არის. აი სუჟევჭამეთ ხო ხედავ. მე მოგასწარით. მე ერთს ვიტყვი ბონისიმო. ბონისიმო. ძალიან გემრიელია. აი დესერტი ძალიან კარგი. შეიძლება დაუბრუნდეს შენსა. შემდეგი ფინალისტი, რომლის საახალწლო სეტსაც დავაგემოვნებთ, ეს იქნება გიორგი. გიორგი, გქოთ თქვენი სეტი მაგიდას. გიორგიმ გადაწყვიტა, რომ რაღაცა ლაქშერული სეტი გააკეთოს და დაადო თავის სტარტერს შავი ხიზილავა. ზუთხის ხიზილავაც დაუდია. აბა რა. რა არის პირველი კერძი? სტარტერად მომამზადე ორაგულის სევიჩი გვაკამოლესთან ერთად. მზადების დროს ტარტარს აკეთებდი, მერე სევიჩეთ გადაკეთდა. კარგი. ეს თეთრი რა არის? კრემყოლი არის. და რა ციტრუსები გაქვს გამოყენებული? პორტოხალი, ლაიმი აქვს და ქუმკვატი. ანუ ციტრუსები ასოცირდება ჩემთვის ახალწელთან, ეს პორტოხლის ციტრუსების სუნი. ასევე ახალწელთან ასოცირდება მწვანე ფერი, ნაძვისფერი და ზუთხის ხიზილალა, საახალწლო სუფრაზე და ორაგული. ცოტა ქაოსურადაც გამოიყურება ყოველთვის ზოგადად ეს კერძი და ემოციურად დავაკავშირე ჩემ ცხოვრებას, როდესაც დაუბრუნდი საქართველოში. გიორგი, ძალიან ნაზი, ძალიან არომატული და ძალიან მსუბუქი კერძია. ვისურვებდი რაღაცა ხრაშუნა, მოჩიფსო, მოპურო, დავადებდი, ავიდებდი. გაერთობოდი რა. ხო, გაერთობოდი. ჩემთვის გახალისდებოდა უფრო. მადლობა. კი ბატონო, კარგი არომატები მოდის, კარგად დაბალანსებული და შეზავებული გაქვს. არის ძალიან ნაზი, არომატული და კარგი საერთო ჯამში. ცოტა ჩემთვის ორაგულს აკლია. როგორც სევიჩეს, აი ეს სიმჟავე შიგნით შეღწევა, დრო დააკლდა მე მგონი. კარგია, ნაზია, საკმაოდ მსუბუქია. მართალია, შუაგზაში გაჩერდა და ვერ გაარკვია ვინ არის. ტარტარი თუ სევიჩი. იმიტომ სევიჩეს ნამდვილად ჭირდება დრო დამარინებისთვის, უნდაო. ტარტარს დრო არ ჭირდებოდა. ამიტომ თუ ეს ტარტარი იყო, მაშინ
შეიძლება დავსვათ კითხვა, სად არის მდოგი, თქვათ, ხო? ხო, მაგრამ ეს სევიჩი არა. ახალი რაღაცა მივდინარე. შუა გზაში არ არის და სევიჩე რომ დაქორწინდნენ, ეს გაუჩნდა. აჰა, კი ბატონო. ახლა ნახოთ თავარი კერძი. მადიანად კი გამოიყო. ახლა მასტერშეფი ამოუტიფრია. მეთქი მარია ხო არ დაწერა თქო და მე მასტერშეფი ყოფილა. ესეც არის საახალწლო კერძი, ინდაური ჩემთვის ასოცირდება ახალ წელთან ყოველთვის. ქვემოთ აქვს მწვანე соуსი, ნიგზის соуსი არის, კინცთან და ოქრახუშთან ერთად, კი. კი ბატონო. და ეს ციტრუსის соуსი აქვს ოდნავ სიმწარე აქვს დამატებული, ვიდრე სტარტერში და ძალიან მოუხდა ერთმანეთს. შიგნით რა აქვს გიორგი? რაჭიკა და კარაქი. კერძი გემრიელია. ბარკლისკანი ხრაშუნა, ოდნავ შემთის მშრალია, მაგრამ არც ბიჭები და სიტყვიან. თავარ კერძზე გიორგი ნელა-ნელა მეწევა შეფასებებში. სოკოს ვერ დავეწიე, საახალწლო განწყობა თევზზე იქცნობა. მადლობა. ცოტა სიცხარე მომეწონებოდა. აი ამ მწვანე ნიგზიან მასში. ინდაური ჩემთვისაც ცოტათი მშრალია, თუმცა კარგ ფერზეა შიგნიდან. სოკო ჩემთვის ცოტა უმია, მარილიც აკლია, ყველაფერი აკლია. სოკო არის აი არაფერ შუაში. გიორგი, ხორცი ერთობ მშრალი. გიორგისაც ხორცი გამოუშრა. ეხლა ის რო კარგად გამოიყურება გასაგები. კარტოფილი იდეალურია, соуსი არის კაი, მე დამაგდა ცოტა ოდენ სიხალისე ამ соуსში. მიორი აკლია მანუელ და ეს სიხალისეც ეკნებოდა. ალბათ, ცოტა მიორიც აკლია. ზოგადად მივიღე სიამოვნება დიდი მადლობა. აი ნახოთ დესერტში როგორ გააფრთხილდა. საქმე, რომელიც ჩავიქით. და უკვე ნათელია რომ გიორგის აქვს ძალიან კაფეო ჩანაფიქრი ამ დესერტით. დესერტი აქვს საოცარი. ლამაზია. საახალწლო დესერტი, პრალინის ბისკვიტი არის, პრალინისგან გაკეთებული. არის ნუშის ფქვილით მომზადებული და აქვს თხილი. კონცეფცია რადგან საახალწლო იყო, აქაც არის ციტრუსები გამოყენებული, კარამელიზირებული. კი, კარგად საკეთებს კერძებს შორის. ძალიან გემრიელია, ნაზია, ძალიან მომწონს ეს ციტრუსის არომატი. კრემიც სუბუქია და ძალიან კარგად აჩდება. მადლობა. განწყობა საახალწლო ნამდვილად იგრძნობა, იმიტომ რომ ციტრუსის, თხილის, კრემის და ასე შემდეგ, რომელიც აქვს, ძალიან კარგად ეხამება ერთმანეთს და აი სუბუქი გემრიელი დესერტი გამოგივიდა. კრემიც კარგია რომ არაჟანიშეულია, იმიტომ მარტო ნაღები რო ყოფილიყო, ამოყვანილი შანსი მაინც და მაინც ძალიან დიდად არც მოუხდება. მაყოფილი არ ვიქნებოდა. ეხლა რაც ეხება ციტრუსს, კონტრასტული სიმჟავე არაჩვეულებელია. ერთი პატარა პრობლემა აქვს. მწარეა. შავე კი არა, მწარეა ეს ლიმონი, რომელიც შენ გამოიყენე. აი ცოტა სიმწარესკენ მიყავს გემო. გიორგი შეგიძლია დაუბრუნდე შენსადღის დიდი მადლობა არქეოლოგიური სექტორი. ბოლო ფინალისტი, რომლის საახალწლო სეტს დავაგემოვნეთ, არის ტაია. ტაია შენი სეტი ჩვენს მაგიდასთან. გავდივარ შეფებთან და არაფერში არ ვარ დარწმუნებული. ერთადერთი რაც მინდა რომ გასინჯვის დროს არ ვიტირო.
მოვიხევი რა მოგვიმზადე და ჩვენ დავიწყებ დაგემოვნებას. სტარტერად მომზადე ქათმის ღვიძლის პაშტეტი, მანდარინის გელთან ერთად, ასევე აქვს ნუშისგან და სიმინდის ქვირისგან დამზადებული ჩიფსი, ფინიკის აჯიკა და კედრის გულის კარაქი. საინტერესო. ყველაზე მეტად მომეწონა ორი რა. ეს არის კარაქი და ჩიფსი. უგემრიელესია ერთის და მეორეს. პაშტეტი საჭიროებს უფრო მეტ დახვეწას. მე დამაკ კარგად კარამელიზირებული ხავთ. და მთელი წარმატება პაშტეტის იმაშია, რომ აი ამ კარგად კარამელიზირებულ ხავში აუცილებლად უნდა კარგად მოშუშო ღვიძლიც. რაც ეხება ფინიკის აჯიკას. ჩემო კარგო. ტკბილია. ლიმონი უნდა დაგემატებინა, რომ ეს სიმჟავე ქონოდა ამ ფინიკის აჯიკას. დიდი მადლობა. აია, მოგვიყვება. კარაქი მართლა ძალიან გემრიელია. ძალიან კარგია. соуსი ძალიან კარგია. პაშტეტზე მანუელმაც გითხრა და მას გეტყვი, რომ ერთგვაროვანიც არ არის, ანუ კარგად უნდა იყოს შესრულებული. და ჩიფსი ძალიან კარგი. ოღონდ აი ესეთი პორციისთვის ეგ ძალიან ცოტა. მეტი ჩიფსი. რომ გაერთო, ცოტა მეტი გჭირდება. გასართობად მეტი გინდა. პრეზენტაციით დავიწყებთ, რომ მომეწონა პრეზენტაცია. გელსაც შეეხება ნორ, ცოტა სიმჟავეს უფრო ავუწევდი. პაშტეტმა თავისი ის ცივი რკინის გემო რო დაკარგოს ღვიძლმა, აუცილებლად ჭირდება დაფხვილი დაფშვა. აბა ნახოთ თავარ კერძზე როგორ განვითარდა მოვლენები. ეს არის საქონლის ლოყები. ლოყებში ვენაცვალე ის ლოყაა. გარნირად აქვს კარტოფილის და მიწა-ვაშლას პიურე. соуსი რისია? соуსი თავისივე ყვენი ნახარში ხო? და ეს ლოყები ღვინოში მოხარშეთ? კი ბატონო. ყველაფერი ეცადე რომ ძალიან კარგად მოგემზადებინა პიურეც, ლოყებიც. აი ახლა უბრალოდ მეტი შეჭმა მინდოდა, მაგრამ ცოტა მშრალია. соуსი. აი ეს ერთი ქვაბი წვენი დაგჭა იქ, რო ვნახე. აი გააკეთე ბევრი, რომ კარგად ესეთი რაღაცა რომ მზადდება, ამას ჭირდება. აი გარშემო პიურე, შიგნით წვენი და ჩადე მერე ეს. და ის გემო რაც თავარია, რაც соуს აქვს, რომელიც აი ყველაფერს კრავს ერთად. რომელიც ეხა არა. ხორცი არის ფანტასტიკურად მომზადებული. თავარი კერძის მთავარი ინგრედიენტი, კარგი გამომივიდა და ეგ უკვე კარგია. კი, პიურე კარგია. ხორციც ძალიან კარგად გვაქვს მომზადებული, უпростоრად ლოყა. არც აკლია ჩემთვის ის ველური ღვინის არომატი, რომელიც ამ კერძს უნდა ქონდეს. ისე სულ ღვინოში რო გაიკეთებინა, ალკოჰოლი აურთქდებოდა და დარჩებოდა აი ის რაც კოტეს დააკდა, ხო? ველური გემო ღვინის, როგორც შესქელებაც აღარ დაგჭირდებოდა. ახლა ტკბილი ლუკმა. ნახოთ როგორ გაართვი თავი საახალწლო დესერტს. გული მისკდება და მგონია რომ საშინაო შეფასებას მივიღო. ჩანაფიქრი თავიდან იყო სულ სხვა, თუმცა პროცესის კეთებაში რაღაცა არ გამომივიდა და დარჩენილი არის აქ რომით კლასიკური მოხარშული კრემი, ფეიხოს ჯემი,
და მანდარინის. ასევე თეთრი შოკოლადი და ქოქოსი. და რა უნდა ყოფილიყო და რა გამოვიდა? უნდა ყოფილიყო. და marshmallow, ხო ეს marshmallow-ები? ვისი დესერტი ძალიან მომეწონა, ძალიან კენდია, როგორც თაია. უნდა ყოფილიყო ნაძვისხის სათამაშო, თეთრ შოკოლადში ჩასმული უნდა ყოფილიყო ეს კრემი, ჯემები, თუმცა ეს შოკოლადი არ გამომივიდა. გემრიელი ხია. გემრიელი. ძალიან ნაზი, გემრიელია. ძალიან კარგად შემოდის ფეიხო ეს გემო. ძალიან კარგად შემოდის ეს წვითელი ციტრუსის არომატიც. საკმაოდ სახალისო დესერტია. მადლობა. ლიანობაში ძალიან გემრიელია. ძალიან კარგია ის ფეიხოც, ძალიან კარგია ციტრუსის ჯემივით რაც არის. მაგრამ უგემრიელესია, სადაც ეგ ორივე მხდება და დანარჩენი ცალკე კრემი დარჩა რა, ანუ არ მეყო აი ეგ ორი ინგრედიენტი რა. ძალიან მომწონს რომ არ არის მსუკე, ასე ვთქვათ, გაგებით მორიდებული დესერტია. მარშმელო რამდენად არის საფინალო დესერტი, აი ეს შეიძლება ცოტა სადაოც იყოს.ორმასე მადლობა. შეგიძლია დაუბრუნდე შენ ადგილს. დიდი მადლობა სამივე ფინალის. თქვენი საქმიანობა MasterChef-ის სამზარეულოში დასრულებულია. რამოდენიმე წუთში ახალი MasterChef-ის ვინაობას მთელი საქართველო შეიქმნა. მანამდე გთხოვთ რომ გადაინაცოთ მეტროპოლის ოთახში და დაელოდოთ ჩვენ გადაწყვეტილებას და შეგიძლიათ ინერვიულოთ მანამდე ძალიან ბევრიც. და ეხა იწყება ყველაზე დიდი პანიკა. მარია, გიორგი და თაია სამივე ღირსეულად მოხვდით ფინალამდე. თუმცა ძალიან კარგად იცით რომ უმაღლეს ჯილდოს MasterChef-ის ტიტულს მხოლოდ ერთი თქვენგანი მოიპოვებს. მანამდე კი ჩვენმა სპონსორებმა გადაწყვიტეს რომ ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული სიურპრიზებით დაგასაჩუქრონ. მეღვინეობა თელიანი ველის მარკეტინგის მენეჯერი გვანცა სხირტვაძე. მოგესალმებით. მეღვინეობა თელიანი ველის სახელით მინდა რომ მოგილოცოთ და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან საინტერესო სეზონი იყო, რაც თავარია შემოქმედებითი. თქვენი პროფესია და ღვინო განუყოფელი ნაწილია ერთმანეთის და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება. რაც შეეხება საჩუქარს, მეღვინეობა თელიანი ველი ჩაულ საჩუქრად გადასცემს პროფესიონალურ ღვინის მაცივარსა და თელიანი ველის საერთაშორისო აღიარებულ პრემიუმ ხაზის ღვინოებს ვაინერი 97-სა და გლეხურს. თელიანი ველის საჩუქარი ღვინით სავსე მაცივარი საჩუქრად გადაეცემა გიორგი ჭავჭანიძის. ბასოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი თურქაძე. გამარჯობა, პირველ რიგში კომპანია ბასოს სახელით. მადლობას გიხდით აღნიშნული პროექტისთვის, იმიტომ რომ უამრავ ადამიანს აძლევთ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას. ბედნიერება არის თანმდევი შეგრძნება იმ პროცესების, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ღირებულებას გვანიჭებს. და ვფიქრობ, რომ კულინარიაც ასეთი პროცესია და ის პროცესი არის, რომლის დროსაც შემოქმედებით მდგომარეობაში ვართ და ამით რაღაც მნიშვნელოვანს განვიცდით. და რადგან გემრიელი კერძებით შექმნილი ბედნიერება ბასოთი იწყება, გვინდა რომ ჩვენს რჩეულს ახალი ემოციებისა და ბედნიერებების შეგრძნების შესაძლებლობა მივცეთ იტალიაშიც. და ჩვენი რჩეული არის თაია არაბული და ორ ადამიანზე საგზური იტალიაში ჩვენგან. ჯორჯიტას მარკეტინგის მენეჯერი სოფო იარაჯული.
მოგესალმებით. გილოცავთ კიდევ ერთხელ წარმატებულ პროექტს და დამდეგ ახალ წელს. ძალიან გვიხარია, რომ ჯორჯიტა არის ამ სეზონის MasterChef-ის სპონსორი და ახლა უკვე მეგობარიც. ჯორჯიტა ეს არის ევროპული პროდუქტების ნიშ სუპერმარკეტი, რომელიც ექსკლუზიურად მაღალი ხარისხის ჯანსაღ, გემრიელ და ორგანულ პროდუქტებს გვთავაზობს. ჩვენ უკვე გამოვავლინეთ ჯორჯიტას რჩეული, რომელსაც გადავცემთ 1000 ლარიან ვაუჩერს. ამ ვაუჩერით ის შეძლებს რომ მოიმარაგოს ჯორჯიტაში უგემრიელესი და ყველაზე ჯანსაღი ევროპული პროდუქტები. და ჯორჯიტას რჩეული გახდა გიორგი ჭავჭანიძე. საკონდიტრო კომპანია სანდომის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი თეკლა თალაკვაძე. მოგესალმებით. სანდომის ტკბილეული ტრადიციულად თქვენთან ერთად არის ყველა სეზონზე და რა თქმა უნდა ახალ წელსაც. გილოცავთ ფინალისტებს და გისურვებთ დიდ წარმატებას. რაც შეეხება საჩუქარს, ორკაციანი ვაუჩერი ბორჯომის 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დასასვენებლად გადაეცემა თაიეს. მადლობა ძალიან. კომპანია ლიბო გრუპის ბრენდ ფინოს მარკეტინგის ხელმძღვანელი ეკა მაღლაფერიძე. მოგესალმებით. გილოცავთ პირველ რიგში ახალ წელს, ბედნიერების, სიხარულისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის. მოგეხსენებათ, ფინო ეს არის უკრაინული ბრენდი, რომელიც საყოფაცხოვრებო პროდუქტების ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა და ძალიან მიხარია, რომ ფინო უკვე მრავალი წელია MasterChef-ის აქტიური სპონსორი და პარტნიორია. მიმდინარე სეზონზე ჩვენს რჩეულს გადავცემთ შეკვეთილში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ვაუჩერს. ჩვენი რჩეული კი არის გიორგი. ლაქტალის ჯორჯიას ბრენდ მენეჯერი მარიამ მენაღარიშვილი. მოგესალმებით. გილოცავთ სეზონის წარმატებით დასრულებას. სანტე და პრეზიდენტი უკვე მრავალი სეზონია MasterChef-ის პროექტის უცვლელი პარტნიორია და მოხარულები ვართ, რომ კონკურსანტები ჩვენი უმაღლესი ხარისხის პროდუქციით ამზადებდნენ კერძებს. დღეს გვაქვს განსაკუთრებული საჩუქარი. გამარჯვებულს გადაეცემა ფრანგული კულინარიის მასტერკლასი. La Familias სოცმედიის კოორდინატორი კეთი ქავთარაძე. La Familia სახელით გილოცავთ წარმატებულ მე-12 სეზონს. La Familia არის ბრენდი, რომელიც მრავალი წელია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე სხვა უცხოურ ბაზრებზე და მომხმარებელს ევროპული სტანდარტებით წარმოებულ ქვილს, პასტას და ქართულ ტრადიციულ ჩაის თავაზობს. რაც შეეხება ჩვენ საჩუქარს, ჩვენ გვყავს რჩეული, რომელსაც გადავცემთ 1500 ლარიან ვაუჩერს, რომლითაც შეძლებს როგორც La Familias, ასევე ჩვენ სტენდზე წარმოდგენილი წამყვანი ბერძნული ბრენდების პროდუქტების შეძენას და თავის კულინარიულ თავგადასავლებში გამოყენებას. და ჩვენი რჩეული არის დავით ბეგიაშვილი. Geotech დისტრიბუციის მარკეტინგის ხელმძღვანელი ია გერგედავა. მოგესალმებით, გილოცავთ შობა ახალ წელს. პირველ რიგში დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მთელს შემოქმედებით გუნდს ასეთი არაჩვეულებრივი სეზონისთვის. მოხარული ვართ, რომ ნინჯა და MasterChef-ი ამდენი წლის განმავლობაში ესე ერთგულად თანამშრომლობენ. ნინჯა თავის რჩეულს გადასცემს მრავალფუნქციურ გრილს და ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძვირფასი ჟიურის წევრებიც გავახაროთ და მათ გადავცემთ ნინჯას ინოვაციურ სიახლეს კრისპი აერო ღუმელს. მადლობა თქვენ პირიქით. ჩვენი რჩეული გახლავთ თაია არაბული. MasterChef-ის სპონსორი 135 წლის ისტორიის მქონე მინერალური წყალი ბორჯომი გამარჯვებულს საჩუქრად გადასცემს ბორჯომის პროდუქციას მთელი წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა დასვენებას ულამაზეს ბორჯომში. კვალიკოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში გიორგი ლობჟანიძე. მოგესალმებით. ქათმის ხორცპროდუქტების
წარმოებელი ბრენდი Qualico, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, გამარჯვებულს გადასცემს პრემიარულ საცხობ ღუმელს და უსურვებს წარმატებას. მადლობა. დეველოპერული კომპანია მეტროპოლის მარკეტინგის ხელმძღვანელი ანანო კაპალი. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში მადლობას გიხდით კარგი სეზონისთვის, რომელიც იყო ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებას უსურვებ სამივე ფინალისტს. რაც შეეხება საჩუქარს, რომელსაც დიდი ხანი აელოდით, დამეთანხმებით, რომ ყველა ჩვენგანის ერთ-ერთი უდიდესი ჩანაფიქრი, რაც ცხოვრებაში გვაქვს, არის სახლის ზღვისპირას და სწორედ ამ ჩანაფიქრის ასრულებას უზრუნველყოფს მეტროპოლი გამარჯვებულისთვის და გადასცემს მას ბინას ბათუმში მეტროპოლ პარალელის პროექტში. ვილოცავ წინასწარ გამარჯვებულს და ვუსურვებ, რომ ბედნიერი და ჯადოსნური ცხოვრება და დასვენება ჰქონდეს სახლში, რომელიც ბათუმში ჩაიფიქრა. დიდი მადლობა ჩვენ სპონსორებს ასეთი განსაკუთრებული საჩუქრებისთვის. სულ ცოტა დრო დარჩა ახალი 2026 წლის დადგომამდე, თუმცა მანამდე MasterChef-ის მე-12 სეზონის გამარჯვებული უნდა გამოვაკლოთ. დადგა მთავარი მომენტი. დადგა დრო ჩვენ და თქვენ გავცვალოთ ადგილები, რათა თქვენ დაიმსახურეთ აქ დგომა. სანამ ახალი MasterChef-ის ვინაობას შეიტყობთ, სურს რომ თითოეული თქვენგანი დავახასიათოთ. თაია ყოველ ჯერზე რაღაც უფრო ახალი დახვეწილი, თებშებიც კარგი ქონდა, შესრულებაც და მართლა ღირსეულად მოხვედი აქამდე, სადაც ეხლა დგეხარ. ბევრი იშრომე, ბევრი ციტირე. არაჩვეულებრივი მონაცემები გაქვს, დაძლიო ის პრობლემა, ის სტრესი, რომლის წინაშე შენ ხშირად დამდგარხარ ამ კონკურსის მანძილზე და ფინალამდე მიხვედი, მისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ჩემთვის აქ ყოფნა და ფინალში მოხვედრა უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. რომ მოხვედი შესარჩევ ტურში, მოგვეწონე რა თქმა უნდა და იმიტომ აგიყვანეთ მე 12 ევროში. მაგრამ თავში რაღაცნაირად მქონდა რომ სადღაც შუაში თავს დაგვანებებდი, მაგრამ შენი ეს ჟინი და შინაგანი მოთხოვნილება რომ ბოლომდე უნდა გაგეტანა ეს ყველაფერი გამოიტანე ფაქტია და გახარ აქ ფინალში და ამისთვის მადლობას გიხდით რომ შენ ეს გააკეთე და შეძლე. გიორგი, ძალიან ისე კარგად მოდიოდი, მინდა ვთქვა რომ საამაყო იყო და კარგი იყო ის რაც აკეთებდი და იდეალურად ცდილობდი რომ ყველაფერი ძალიან კარგად შეგესრულებინა. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. რამდენჯერმე საუკეთესო კერძის ავტორიც აღმოჩნდი. პირში გემოგაგდა და გააგრძელე ესე. ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და ყველაზე ესეთი ყარად დგომი კონკურსანტი, რომელიც არ იყო იმის შიში, რომ ყოველ კვირეულ მარათონს გამოტოვე. რაც თავარია, ნამდვილად გეტყობოდა, რომ ყოველი დავალებისთვის ემზადებოდი ზედმიტევლით. აი დაუღალავთ, ეს ნამდვილად გეტყობოდა შენ. მარია, მინდა გითხრა, რომ რაღაც უნარები ძალიან გეტყობოდა თავიდანვე, პროფესიული დავარქვა თუ ნიჭი დავარქვა თუ რა არის. ქონდა ის რაღაც, რამაც ეპირადად გადამოწყვეტინა, რომ ოქრო მომეცა შენთვის და არ შემცდარ, იმიტომ რომ აქ დგახარ. ჩემთვის საქართველოში ყოფნა, MasterChef-ში ყოფნა, ვერ აგიხსენებთ, რაც ნიშნავს ბათუმეტირება. ბეჯითი გოგო მოხვედი. გქონდა შენს რა თქმა უნდა ჩავარდნები, მაგრამ მაინც მყარად იდექი, ისე მყარად, რომ ფინალში, რავი, ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო დესერტიც კი მაჭამა. რა დამავიწყებს ამ შენ დესერტს? რა თქმა უნდა, გაგაჩნია გამოცდილება, გარკვეული აკადემიური ცოდნა და საკმაოდ კარგი უნარები, სამივე ფინალის უღრმესი მადლობა
არაჩვეულებრივი კერძებისთვის, აი ამ ძალიან ლამაზი სამაგალითო შრომისთვის, რომელიც თქვენ დღეს აჩვენეთ. დიდი მადლობა. აი აქ ყოფნა იყო ყველაზე საინტერესო, რომ ანუ ეს სრულიად შემეგრძნო და შემესწავლო. ამ დიდ ბრძოლაში მიაღწიეთ იმას, რომ ყველაზე საუკეთესოები ღირსეულები გახართ ჩვენს წინაშე. ფინალში. ბევრი ვილაპარაკეთ და დროც აღარ ითმეს, ახალი წელი ახლოვდება. გადავიდეთ. სანამ გამოვაცხადებდეთ თუ ვინ არის ამ წლის მე-12 სეზონის MasterChef-ის გამარჯვებული. ძალიან ცუდ დღეს ჩავყარეთ შეფები, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაგვიჭირდა და საერთოდ არ დაგვეხმარა თამაში. იმიტომ რომ სამივე ძალიან სადაო და ძალიან კარგად გაართვით თავი ყველაფერს. მოგვიწია ძალიან ბევრი კრიტერიუმებით ერთმანეთთან აი ესე დაჯამება ყველაფრის. იმიტომ რომ ზოგს ძირითადი ქონდა კარგი, ზოგს დესერტი, ზოგს სტარტერი, ზოგს ორივე, ზოგს ისა, ზოგს ესა და მინდა ვთქვა, რომ სამივე სეტი იყო შეკრული. უბრალოდ ჩვენ გაგვირთულეთ ცხოვრება. რომ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ვარჩიეთ თუ ვინ უნდა ყოფილიყო ავარი MasterChef-ის გამარჯვებული. მაგრამ შეიძლება კარგები ხართ, პერსპექტიულები, გუშინ კარგი გააკეთე და ხვალთ შეიძლება უკეთესი გააკეთო, მაგრამ ჩვენთან როგორ ხდება, ხო? კონკრეტულად იმ დღეს, იმ დროს და იმ ადგილას. თუ რაღაცა მოხდა ისე, რომ არ წავიდა, რაღაცა შეცდომები დაუშვით, ზუსტად აი იმ ყოლაფრით ვაფასებთ ხოლმე და დღესაც ასე მოგვიწია ამ ყოლაფრის შეფასება, რა თქმა უნდა, ეს წესი უნდა ყოფილიყო. ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ, რომ გამარჯვებული ყოფილიყო ის ადამიანი, რომელიც აი ამ ყველა მსჯელობიდან, გემოები, კრეატივი, რავი, ყველაფერი რაც კი უხდება გასტრონომია, მეც მიჭირს ამაზე ლაპარაკი. ხო და მიეცი. რაღაც ლაპარაკობ ამდენს, ხო? დრო გვაქვს. 15 წუთში ახალი წელი. აი, ეყოფათ მე მოგო. ხო. აი, წავედ. წოდო. წავედ. მაშასე ხამათმას თუ დაინახეს ეგრე წინ იყურე. გათიშული მაქვს გონება. მაშასე კანკალებ წრება დამეწია. მე-12 სეზონის 2025 წლის MasterChef-ის გამარჯვებული ახალი წლის ღამეს. გახლავთ ჩანს. აბა დავიწყე. 1 2 მარი ეს ტიტული ჩემს მომავალს მთლიანად ცვლის. მე გავიმატ, ეს ჩემია. აი ნაჟი. სამ გონიერ სიზმარში ვარჩერ, კიდევ ვერ ვანალიზე. აი ცოტა დოა. აი მე ნამდვილად არ ველოდებოდი, მაგრამ ყველაზე მეტად ის გამიხარდებოდა და ჩვენ გავაჩვენე.
მოგესალმებით.